მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და დღევანდელ დღეს ვერაფრით ვერ ჩავატარებდი ისე, რომ დამდეგი ფერიცვალება არ მომელოცა თქვენთვის. იმდენად მიყვარს ეს დღე, იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და მართლა იმხელა რწმენა მაქვს ამ დღის, რომ ასე მგონია მართლა ყველაფერი სასიკეთოდ, სიხარულის და ღიმილის ფრად იცვლება ხოლმე ადამიანების ცხოვრებაში და ალბათ ასეც არის თუ კი ამისი გჯერა, ხო? რასაც ველოდებით პრინციპში ხშირ შემთხვევაში ისიც მოდის. ფერიცვალება ეს არ არის მხოლოდ იესო ქრისტეს თაბორის მთაზე გარდასახვა ფერიცვალებას სინათლედ ნათლად, ხო? ეს ერთგვარი მეტამორფოზა ადამიანების ცხოვრებაში გარდასახვა, რაც გვახსენებს იმას, რომ ცხოვრება არ არის სტატიკური. მაპატიეთ, ცხოვრება არ არის აი როგორ გითხრათ, ასეთი და მორჩა და დამთავრდა, ხო? ის არის მუდმივი ცვლილება. ჩვენ როგორც ადამიანები ვერ ვჩერდებით ერთ მდგომარეობაში და არც უნდა ვეცადოთ პრინციპში, ხო? ერთ მდგომარეობაში გაჩერებას, პირიქით, ყოველთვის განახლებას, განვითარებას, გარკვეული პრობლემების და ბარიერების გადალახვას და ეგრეთ წოდებულ სხივში გადასვლას უნდა ვესწრაფოდეთ. ნათელი ფერიცვალების კუთხით, ხო? ჩემთვის სუბიექტური მიზნით ეს ზუსტად ის ნათელია, რომელიც ჩვენშია და რომელიც ზუსტად იმ დროს იჩენს თავს, როცა საკუთარ შიშებს, ბნელ მხარეებს გავარჩევთ, ჩავუღრმავდებით, ვიპოვით, გადავივლით, ხო? მაშინაც კი, როცა ძალიან მძიმე ფაქტორები გვაწევს კისერსა და მხრებზე, დამერწმუნეთ, რომ საკუთარ თავში გარკვეული ნაპერწკალი სინათლის შეგვიძლია რომ ვიპოვოთ. ეს დღესასწაული გვასწავლის, ხო, რომ ადამიანი მხოლოდ აი მიწიერი არსება კი არ არის, მასში არის უდიდესი სულიერი ენერგია, რომელიც აი იმ ერთ გარდასახვაში მაინც ყველა შემთხვევაში იჩენს თავს, ხო? სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ფერიცვალების დღე, ესეც ჩემი სუბიექტური აზრია, გვასწავლის, რომ ნამდვილ ბედნიერებას ვერ მოგვიტანს სტატუსი, გარემო, მატერიალური რაღაცეები, ხო, ნამდვილი თავისუფლება მაშინ მოდის, როცა შენში ნათელი იღვიძებს და შენ უბრალოდ რაღაცეებს ცოტა ზემოდან და სხვანაირად უყურებ. თუ ყოველდღიურ ცხოვრებას მიუსადაგებთ, ხო, ზუსტადაც რომ ძალიან დიდი შიდა ტრანსფორმაციის ნიშანია ეს დღე და ეს ის პერიოდია, როცა ადამიანს შეუძლია დაინახოს თავისი ცხოვრება სულ სხვა პრიზმიდან, სულ სხვა კუთხით, შეცვალოს აზროვნება, ცხოვრების სტილი, ხო, დაიწყოს ახალი ეტაპი. და ანუ ერთი მხრივ ძალიან ისე მტკიცედ დაგვანახოს, ხო, რომ რაც ჩვენშია სინათლე, იმას აუცილებლად შეუძლია, რომ ვიღაცის სიბნელე გაანათოს. ხო, არ ვიცი, აი იმდენად ემოციურია ეს დღე ჩემთვის ისეთი რწმენით და მოლოდინით ველოდები, რომ ასე მგონია, რომ აი ამ ჩემს გარკვეულ ემოციებს ამ საჯარო გაშლაშიც ახლა რაც მინდა რომ გავაკეთო, აუცილებლად მოვიტან თქვენამდე და ამ ემოციით და ამ ჩემი რწმენით, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაშიც რაღაცა შეიძლება ძალიან მცირედ, მაგრამ გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებას შემოვიტან. ხო, საჯარო გაშლის თემა არის ესეთი, თუ როგორ უნდა უпростоრეთ რას მოიტანს, თუ როგორ უნდა შევცვალოთ, მაგასაც ვიკითხავ რჩევას, მაგრამ რას მოიტანს ფერიცვალების დღესასწაული თქვენს ცხოვრებაში, რას შეცვლის ძირეულად, შინაარსობრივად და რას შეიძლება, თქვათ, შეიძლება შეცვალოს ფორმალურად, ხო? ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოგონებს, რომლებიც ჩემთან მოდიან, არის მართლა ერთმანეთზე უკეთესი გოგოები და სხვაჩვენს დღეს ერთ-ერთი მეუბნებოდა, რომ არც მჯერაო, რომ რაღაც აი ესეთი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა თქვენს მიმართო და მე ზოგადად გარკვეულ პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის და დღეს წერდი ზუსტად და ძალიან მომინდა რომ ეს თქვენთვისაც მეთქვა. იქნებ ვიღაცეებსაც გამოგადგეთ უბრალოდ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში. მე აქ ქალებზე ვამახვილებ ყურადღებას მამაკაცებო, იმიტომ რომ მე თვითონ ქალი ვარ და ქალის გადასახედიდან ვიტყვი ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ეს აბსოლუტურად იგივე წონადობით შეიძლება გეხებოდეთ თქვენც და თქვენც იყენებდეთ ამას უკვე პრაქტიკაში ვიღაცა, ან თქვა შეიძლება ვიღაცამ შემდგომში გამოიყენოს. ნახეთ რისი თქმა მინდა მეგობრებო.
ჩვენ ქალბატონები როცა ძალიან გვტკივა, როცა რაღაცა სისულელეს ჩავიდეთ, ხო, როცა გამოსავალს ვერ ვხედავთ, რაღაცა ისეთი ამბავია, რომ მარტო ვეღარ ვუმკლავდებით, მივრბივართ დედასთან, ხო? მივრბივართ. დედაც თავისი დედობრივ სიყვარულს, ეგრეთ წოდებულ, აი როგორც დედის რძესავით გვაწვდის თავის სიყვარულს, ხო? რაღაცა ჩაგვეხუტება, ხელის გულებით ლოყებზე მოგვეფერება, გვეტყვის, რომ მერე რა მოხდა, ესეთი ყველგან ხდება, გაგვიგებს აბსოლუტურად უპირობო დამხმარე გახდება ჩვენი, ჩვენთან ერთად იტირებს, მერე მხრებზეც ესე მოგვითათუნებს, ხო, ხელებს და ჩვენც რაღაცა ისეთი ენერგიები თავისებით თითქოს განვიკურნებით, თითქოს დაგვიბრუნდება ისევ სიცოცხლის ხალის და სათითაოდ აგვაწყობს ეს დედის ენერგია, ისევ შეგვაწებებს და ნუ ხვალინდელი დღისთვის ყოველ შემთხვევაში სიცოცხლის სურვილს გაგვიჩენს, ხო? ნუ ვიღაცას დედა არ აყავს, მიდის დეიდასთან, დასთან, არ ვიცი, ბებიასთან, მაგრამ არის ისეთი თემები, რომლებსაც ვერ ვყვებით, ხო? რომელზეც ვერ ვსაუბრობთ ესეთ ახლობელ ადამიანებთანაც კი და ამ დროს მივდივართ, არ ვიცი, ეზოთერიკოსთან, არ ვიცი, ფსიქოლოგთან, არ ვიცი, ექიმთან, არ ვიცი, მკითხავთ და რაც გინდათ და არ გვით, ან სულაც 5 წუთის წინ გაცნობილ ადამიანთან და ჩვენს ამბებზე ვესაუბრებით, ხო? აი ასეთ დროს ძალიან მინდა ქალბატონებო გაითვალისწინოთ თითოეულმა თქვენთაგანმა, ვინც მე მიყურებს, რომ თუ ასეთ სიტუაციაში ქალი მოგაკითხავთ, ნუ იქნებით მათთვის ზვიგენები, ხო? ნუ განსჯით, ნუ დაჭრით, ნუ დაჭამთ, ნუ გამოუტანთ განაჩენს, მერე გარეთ ნუ გამოხვალთ და ნუ ისაუბრებთ მის ტკივილებზე და მის სიტუაციებზე და აინიშნის მოგებით, რომ არ გინდათ, იყავით დელფინები, ხო? აგრძნობინეთ სიკეთე რწმენა, აგრძნობინეთ სიყვარული, აგრძნობინეთ, არ ვიცი, სიმშვიდე. იმიტომ რომ თქვენც ქალი ხართ, აი ეს არ დაივიწყოთ რა, აი ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენს დროში მიუღწეველი. პატარა მონდომებაა საჭირო, რომ ერთმანეთისთვის გავხდეთ ხიდი, ერთმანეთისთვის გავხდეთ, არ ვიცი, საყრდენი, ერთმანეთისთვის გავხდეთ შემშველებელი. ძალიან მარტივია თუ მოვინდომებთ, ამაში დამერწმუნეთ, რომ სირთულე არ არის და ნუ შევჭამთ ერთმანეთს, ხო, წავიდეთ აგერ ხილი ვჭამოთ, არ ვიცი, ნამცხვარი ვჭამოთ, არაუშვებს გავსუქდებით, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, ხო, ადამიანების ჭამას ყველაფერი ჯობია დამერწმუნეთ, ჩემო კარგო ადამიანებო. და ვნახოთ, პირველი, მეორე ვარიანტია ისეთი, ეხა უცბად სხვა ვერაფერი ვიპოვე, ქვები შეარჩიეთ და გულსაკიდი ქვებია, ანუ პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ პირველი ვარიანტით. თან ახალი დასტა მაქვს, დღეს ერთ გოგოს გავუხსენი და მოკლედ მას გავუშალე ამ დასტით და ხო, მისი თხოვნით იყო მოკლედ ეს დასტა შეძენილი, ძალიან მთხოვა, რომ მე მისი ხო, ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ახალია, საერთოდ ცინცხალი დასტა, ერთადერთი იმ გოგონას გადავუშალე დღეს, რაღაცები მაინტერესებდა, ეს არის ორაკულური სისტემის დასტა, ცოტა სხვა პრინციპია, არ არის ესეთი სტანდარტული 78 კარის დასტით, არკანით წარმოდგენილი, ანუ სისტემა ცოტა სხვა არის, შესაბამისად ვერ დაემთხვევა რაღაცებს ის, რაც თქვენ ასე ვთქვათ, შეიძლება მაყურებელმა ზუსტად იცოდეთ და ამიტომ გარკვეული კითხვის ნიშნები თუ გაგიჩნდათ, იცოდეთ, რომ ეს არის არასტანდარტული იმასთან შედარებით, რა სისტემის დასტებითაც ჩვენ ვახდენთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში გაშლას. ხო, ვიღაცამ დამიწერა კიდემ, რომ ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთო და რა ვიცი, მე მგონი აბსოლუტურად კარგად ისმის და ვფიქრობ, რომ ტექნიკური პრობლემა თქვენს ტელეფონშია თუ მისმენთ ახლა, იმიტომ რომ ჩავრთე და აბსოლუტური ძალიან ისეთი ხარისხიანი ხმით ისმის ჩემს ტელეფონში. დავინტერესდი თქვენი კომენტარის მერე. კარგით, ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა. მეოცნები ადამიანი, რომელიც რაღაცეებს სულ ფიქრობს, რაც არ უნდა მშვიდგარემოში იყოს, რაც არ უნდა უამრავი კარი იყოს მის გარშემო, გასასვლელი ქონდეს, არ ვიცი, სალოცავი ქონდეს გვერდით,
ღმერთის ფარველობა გქონდეს, ადამიანების სიმშვიდე გქონდეს, მაინც თვითონ რაღაცა სულ ცუდ სცენარებზე ფიქრობ, სულ გონია რომ აგერ ახლა, არ ვიცი, შავი ღრუბელი ჩამოიქროლებს და გადაულის, სეტყვა მოვა და მოკლედ უარესი იქნება. როგორ გითხრათ, ცოტა ილუზორულ რაღაცებში, აღარ ამ ილუზორულ რაღაცებში პოზიტივი ნაკლებია და ცოტა მეტია სენტიმენტები. მოდი ერთი არკანით კიდევ დავამატოთ, ვინ არის და ვინ არის და არც მოთამაშე. საკუთარ ემოციებსა და ნერვებზე თამაშობთ, მე მგონი მეგობრებო, თქვენ არ მგონია რომ სხვებზე მოთამაშე ადამიანები იყოთ. ხო, ცოტა ის ბავშვური, ну, პრინციპში არც მიკვირს, ცოტა ბავშვური ენერგიებში გახვეული, რომელიც საქმე როცა არ გაქვთ, მოკლედ ესე საკუთარი თავის ტანჯვით ერთობით რა. უკაცრავად, ხო. ძალიან ბავშვური ენერგიების მატარებელი ადამიანი, ის სხვა შორის ძალიან კარგი იქნებოდა თუ თამაშით შეხედავდით ყველა სიტუაციას და აი ესე სულ ცუდის მოლოდინში არ იქნებოდით, მაგრამ თუ თქვათ სადღაც იქ ბავშვობისეული მულტფილმების ზღაპრების გავლენა ვერ გეტყვით, ესეთებიც ხდება და მინახავს ხოლმე ადამიანებში ძალიან ღრმად რომ ჩავსულვარ, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, ალბათ ძალიან ნაკლებად გიყვებოდნენ კეთილზღაპრებს და რაღაცა უფრო ისეთ ენერგიებზე იყავით მომართული. ყოველ შემთხვევაში ძალიან სუფთა ენერგიების მატარებელი ადამიანი ხართ, უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ აი ეს ჩვევა ჩამოგიყალიბდეთ, რომ ყველაფერში პოზიტივზე მეტი ცოტა ნეგატივი დაინახოთ და ცოტა მეტი შიში გქონდეთ. კარგით. ვნახოთ ახლა. რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში ფერიცვალება, ანუ რა ცვლილებას მოიტანს ფერიცვალება, რა გარდატეხას, რა მეტამორფოზას მოგცემთ, ხო? თქვენ, ოხო. შვენიერი. გადასარევი არკანებია. მეგობრებო, ახლა კარგად მომისმინეთ. ესე იგი, აი, სასწაული არკანებია პირდაპირი მნიშვნელობით. მიცეთ, კიდევ დავამატოთ 1-2 არკანი. გეუბნებით რა, არ გამიფუჭო გეხვეწები. არა, რას გამიფუჭებს? და მთლად ქურუმი ქალი მყავს დასტის ფონად. კარგით. ეხლა მივყვეთ დეტალურად. ესე იგი, ისეთი ცვლილებები მოდის მეგობრებო თქვენს ცხოვრებაში, რომ აი არ ვიცი. აი ესეთი ადამიანი იმნაირი ცნობიერებით შეხვდებით ახალ წელს სავარაუდოდ, რომ ну აი რა გითხრათ. შინაგანი ზრდა, შინაგანი არა მარტო ასე ვთქვათ, ცნობიერება ვთქვათ და ინტუიცია, ან ინტელექტი, ან რაღაცას წაიკითხავთ უკაცრავად, ახლა დღეს ისეთი ეპოქაა, ორი უჯრედი თუ აქვს ადამიანს, დამიჯერეთ, რომ განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას შეიძლება დატოვოს სოციალურ ქსელებში და ზოგადად ანუ არხებზე ისეთი იმდენი ინფორმაცია დევს, რომ ну ვისაც კითხვა ეზარება აუდიო მოსმენით, მაინც ძალიან დიდი ცოდნის შეძენა შეუძლია, თუმცა მე მაპატიეთ აქვე ვიქნები ცოტა ისეთი კრიტიკული და იმასაც გეტყვით, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც რაც არ უნდა თქვან, ჩემთვის მაინც გასაგებია როგორ ლაპარაკობენ, ხო? ერთი და იგივე სიბრძნე სხვადასხვა სამეტყველო ღრუდან ერთნაირად არ ჟღერს დამერწმუნეთ, მაგრამ თუ მოინდომებს ადამიანი ყველაფერს გადალახავს, ისწავლის და სხვანაირი იმიჯით და ასე ვთქვათ, სხვანაირი წარმომადგენლობითაც გამოჩნდება საზოგადოების წინაშე, ხო? თქვენ დამერწმუნეთ, რომ ეს ნიჭი გაქვთ, ორი უჯრედი კი არა, 100 უჯრედიც გაქვთ და სხვათა შორის გამოხვალთ იმ თქვენი სიტუაციიდან, რა სიტუაციიდან, აი უამრავ დამხმარეს გამოგიგზავნით, რომ აი ამ სიცივიდან და პრობლემური ადგილიდან გაგიყვანონ სამშვიდობოს, ხო? თან ძალიან ისე დროულად და მალე ოპერატიულად მოხდება. აი როგორ ხელახლა როგორც კი აი რო აყვავდება, ხო? ბუნება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს. აი ესეთ სიცოცხლეს შეიძენს თქვენი ცხოვრება, ოღონდ სხვისი დახმარებით. აქ ისეთი არკანები ამომდის, რომ აქ დაცვაც გაქვთ
ღვთაებრივი დაცვაც გიდგათ მაგრამ გარდა ამისა ვიღაცის ხელი აუცილებლად აი ამ ლაბირინთიდან გამოგიყვანთ და ძალიან გონიერ, ძალიან თვით თავდაჯერებულ და ძალიან ისეთ ცნობიერად საკმაოდ მაღალ საფეხურზე ასულ ადამიანადაც გაქცევთ. არ ვიცი, იმისთანაც ცვლილებები მოდის, აქ უფრო თქვენს შინაგანზეა გამახვილებული ყურადღება და თქვენს განვითარებაზე, ვიდრე ვთქვათ აქ რაღაცა პირადი იყოს წამოწეული და მე ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ როცა თქვენ შესაბამის ლეველზე ხართ, ასე ვთქვათ, და შესაბამის ენერგიებსა და სიხშირეზე დამერწმუნეთ, რომ იქ მე პირადი კი არა, აბსოლუტურად ყველაფერი ლაგდება დომინოს პრინციპით და ინერციით. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა, მეორე ვარიანტთან სხვათა შორის არ დამეზარება და ამის მერე თუ კიდეთ ჩაგიწერთ მერე ვიღაცას რო გული არ დასწყდეს კონკრეტულად რაც ცვლილებები შემოდის ცალ-ცალკე სფეროებში. კარგით, რა კი პირველი ვარიანტი ასე დავხურე, ამასაც ასე ზოგადად დავხურავ და მეორე ვიდეოსაც ჩაგიწერთ, არც მაგას დაგზარდებით მეგობრებო. ხო, როგორ ეჩქარება მეორე ვარიანტს. აბა, მანახეთ ვინ არის მეორე ვარიანტი. ესეც იწება უკვე ნელა. ვისთვის არის გაშლა? აი ნახეთ რა, ხო თქვენს თვალწინ ჩავაბრუნე უკან ეს არკანი. ავჩეხე, გადავჭერი, გადმოვჭერი, მაინც ეს არკანი დამიჯდა. ადარდე ეს სამყარო, უხრა კაი ენერგიებია. საითაც გინდა გადაგაგდონ, საითაც გინდა გადმოგაგდონ, არ ვიცი, გულში სულ რომ აი რავი, სასწაული ხდებოდეს და ქარბურბალებს ებრძოდეთ და რეალურ წისქვილებს და არაქარის წისქვილებს, მაინც გარშემო ისე შთაბეჭდილებას დატოვებს, რომ ამას რა უჭირს. ყველგან ღიმილს მეიტანთ, ყველგან სიცოცხლის ხალის მეიტანთ. აი ისეთ არ ვიცი, განწყობებს შექმნით იმ გარემოში, სადაც იქნებით, რომ ძალიან არ დაეთმობით მერე რომ გაგიშვან იმ მოცემული სიტუაციიდან. ძალიან ისეთი მიმზიდველი ადამიანიც უნდა იყოთ, ძალიან ჭკვიანი, გონიერი, ოღონდ ეს თქვენი გონი და ჭკუა უფრო აი თქვენს манипуляციებში და როგორ გითხრათ, პატარ-პატარა ეშმაკობებში გამოიხატება. არ არის ეს ის ვთქვათ, რომ აი მე იმ სიბრძნეს და ასე შემდეგ, ვთქვათ, როგორიც არის ხმლების მეფე და ასე შემდეგ. აქ ეს მომენტი არ არის. აქ უფრო ისეთი ხართ რა, აი ყველაფერს გააკეთებთ, თქო დიპლომატიურად თამაშით, აი ეს სიმღერით, ლალალათი ის მოუღებთ ადამიანს ბოლოს ამ პირიქით დააყენებთ ფეხზე, რომ თვითონ ადამიანი შეიძლება გონზე დროულად ვერც მოვიდეს. ძალიან მაგარი ადამიანი მიყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს манипуляციები აშკარად ჩანს და მე ძალიან არ მიყვარს манипуляტორი ადამიანი, მაგრამ მეორე არკანი მაქვს რა გავაკეთო. მე-15 მაღალი არკანი, სხვა შორის აქ ცოტა სხვანაირად არის წარმოდგენილი, აქ ჭურჭელია და არა ეშმაკი. ჩვეულებრივი ტაროს დასტის ნაცვლად, ანუ რასაც ჩაასხამთ, ის გადმოედინება, ხო? აი რო ვიტყვით ხოლმე, რომ ეხა ჭურჭელში რასაც ჩაასხავ, წყალს ჩაასხავ, ღვინო ვერ წამოვა, ხო? არ ვართ მესიები და არ ვართ, ვთქვათ, პირობითად არც ერთი არ ვართ ამ სამყაროზე დედამიწაზე ღმერთი, ხო, რომ ეს შევძლოთ, ვთქვათ და შესაბამისად, რაც ჩვენ ჩავასხით, იმას ამოვიღებთ. ანუ, რასაც თქვენ დათესავთ, მერე იმას მშვენივრად თავადვე იმკით და თავადვე იღებთ უკან და როგორც წესი ზუსტად იცით სადრა დათესოთ. მიხვდებით ალბათ, რასაც გულისხმობ, აქ ისეთი ადამიანი მიყურებთ. ძალიან აი სწორი მიმართულებებით შეგიძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა და სიტუაციებთან და მათი მართვა ეს საუკეთესოდ გადმოგდით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზუსტად შეაფასებთ ხოლმე, სად რა შეიძლება ჩაასხათ და როგორ დააკონსერვოთ ან შეინახოთ, რომ მე სამომავლოდ წინ დაგხვდეთ და გამოგადგეთ. ძალიან ბრძენი და ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანი მიყურებთ და ვნახოთ ამ ადამიანის ცხოვრებაში რა იცვლება, ხო, აქ არ გამოვრიცხავ. ოხოხო, ერთი მაღალი არკანი. მეორე მაღალი არკანი, მესამე მაღალი არკანი. აჰა.
და მეოთხე მაღალი არკანი. მეოთხე მაღალი არკანიც აქვე გვაქვს. რა მაღალი არკანების ჩვენა. მე მოკლედ ჰაერზე არ მithქვამს და ტყუილად არ მithქვამს, რომ აქ ძალიან დიდი ამბავი. ძალიან დიდი ადამიანი ოხ, ნახეთ. დასტის ფონი მთლად ქურუმი ქალი. არ ვიცი, შეიძლება ვინმე კოლეგაც მიყურებთ, არც მაგას გამოვრიცხავ. ერთი-ორს კი არა და რამდენიმეს გიცნობთ კიდეც ეგეთი ენერგიების ადამიანებს და შესაძლოა რომ შეგახსენონ ძველმა ცხოვრებებმა, ალბათ შეცდომით არ თქვი, ჰაერზე არ თქვი ეს და ტყუილად არ შემეშალა. შეიძლება ვიღაცებმა მართლა ვიღაცეები ძველმა ცხოვრებებმაც გაგიხსენონ და ძველი ცხოვრებიდან ვიღაცეებიც მოგევლინონ, არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა ანუ თქვენი წარსულიდან შეიძლება ვიღაცები დაბრუნდნენ, დაინახოთ ვინ არის თქვენი, ვინ არ არის თქვენი, ერთ სწორი ფილტრაცია მოახდინოთ ბედის ბორბლით, ეს არის სიცოცხლის რუკა, ამ დასტაში 100-ია წარმოდგენილი და ზუსტად მიხვდეთ თქვენ მომავალ ცხოვრებაში ვინ გჭირდებათ იმისთვის, რომ აი ეს თქვენი შიშები დაამსხვრიოთ, დაანგრიოთ და ძალა მოიკრიბოთ იმისთვის, რომ წინ ცხოვრება სხვანაირად გააგრძელოთ და სხვა ენერგიებით. მოდით აბა ერთი ვნახოთ კიდევ ერთი არკანით. აჰა, მე ჰაერზე არ მithქვამს, ჩემო კარგო ადამიანებო. ნოსტალგია წარსულიდან ადამიანები ვიღაცების სიტუაციები გამოიჩენენ აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში თავს. ერთგვარად შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ აქ რაღაცა როგორ გითხრათ ლაბირინთია, რომლიდანაც უნდა გამოწვეთ და გამოხვიდეთ, კიდე მაღალი არკანი ღმერთო ჩემო, ნაპირი, ხო? ეს მე-16 მაღალი არკანი, კოშკის არკანია იდეაში, მაგრამ ეს არის ნაპირი, ანუ თქვენ გამოხვალთ ნაპირზე, საიმისოდ, რომ არ დაიხრჩობით არც ერთ შემთხვევაში, უბრალოდ ზუსტად გადაწყვეთ ამ ნაპირზე, ვინ გამოიყოლოთ, რა გამოიყოლოთ და რა არ გამოიყოლოთ, ხო თქვენ რო გადარჩით, ანუ არ როგორი მომენტი გექნებათ, იცით, რომ ზუსტად გემახსოვრებათ მძიმე პერიოდში ვინ იდგა თქვენთან და როცა გადარჩით, ზუსტად გეცოდინებათ ვინ უნდა დაიტოვოთ. ანუ იმ სიმძიმეებიდან ვინ უნდა გამოიყოლოთ, ასე ვთქვათ, თქვენსკენ. და რა იქნება მანახე შემდეგში? აუცილებლად იქნება კიდევ ერთხელ ვამბობ თქვენი დათესილის მომკა და ნახეთ ეს იდეაში მე-17 მაღალი არკანი როგორც ვარსკვლავისია, მაგრამ ეს არის ფარდის მიღმა რა ხდება, ხო? ფარდის მიღმა, ასე ვთქვათ, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ ფარდა ვის წინაშე უნდა დაუშვათ და ვინ უნდა დაიტოვოთ თქვენს სცენაზე. აი ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, სამწუხაროდ ისეთ პირობებში მიწევს საჯარო გაშლის ჩაწერა, რომ აი ვერ ვუღრმავდები რაღაცეებს დროის უქონლობის გამო, ჩემ და სამწუხაროდ და ძალიან მწყინს, რომ ეხა ვერ ჩავდივარ იმ სიღრმეებში, რა სიღრმეებსაც აქ ვხედავ, მაგრამ ის რაც მე თქვენგან მოგეცით, ხო, აი სამიანი თასებია კიდევ დასტის ბოლოს განახლება, სიმშვიდეს, ცოტა ისეთი ბედნიერი და მშვიდი ემოციები, ლაღი ემოციები, გაბრწყინება, გასხივოსნება და უამრავი შანსი და გზა იმისთვის, რომ თქვენ აი ამ თქვენს სასახლემდე მიხვიდეთ. არ ვიცი, მეგობრებო, ხომ გეუბნებით ისეთი ენერგიები და ისეთი კომბინაცია დაიხატა მეორე დასტაზე, აი ვიღაცამ რომ მითხრას ხა ასაჩეხი იყო, ხო, იმდენადაც ჩეხილი მქონდა ეს დასტა, რომ ჯერ პირველი ვარიანტი გავშალე მის მერე ჩეხედა, მაინც აი ესეთი კომბინაცია მომცა, ხო, ეხა ტაროს ვერც იქით წავხვალ, ვერც აქეთ წამოხვალ, თუ რამის თქმა უნდა იტყვის აუცილებლად და მოკლედ არ ვიცი, დამენახეთ კომენტარებში მეორე ვარიანტი ვინ ხართ. გულწრფელად გეუბნებით, თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ძალიან კარგი საურთიერთობო ადამიანებიც იქნებით. და კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს, მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს თითოეული თქვენგანი და თქვენს ცხოვრებაში ზუსტადაც რომ გარდასახვა მოხდეს საუკეთესოსკენ, არ ვიცი, აი მართლა ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ და ეს თქვენი მეტამორფოზა იყოს, არ ვიცი, სისაწყლის ფერები და მართლა გაზაფხულის ყვავილებით გაბრწყინებული, აყვავებული და გასხივოსნებული.